მე ვარ გიორგი წიქარიშვილი, სოფელი პატარაყელეთის მკვიდრი. მაღალმთიანი სოფელია, 5 ოჯახი ცხოვრობს სულ. სოფლის ბიუჯეტი არის სულ წელიწადში 10,000, მეტი არა. და ამ 10,000 დაგებდნენ 100 მეტრს წელიწადში. მეც არა გზას. შარშან 20 მეტრა მოამატეს, 100 მეტრაც არ მოამატებია. 20 მეტრა მოამატეს, ისიც ქვედავხარეს. არჩევნებიაო და ბიუჯეტი ძირითადი არჩევნებზე მიდისო და მოამატეს 20 მეტრა. ეს მაინც გაასწორონ რაც არის, ხრეშიან გზასაც არ ასწორებენ, თორე ბეტონს ვინ დაეძებს. რა ვიცი, რა მთავრობა მოვიდა, მათი მოხრეები ვარ სულად. მოვიდნენ ახლა და შემოგთავაზეს ესეთი რაღაც, ანუ სოფლის ბიუჯეტი ცალკე სხვა რამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთო და საერთოდ მთავრობამ გამოყო თანხა გზებისთვის და ერთიანად დავაგებთ ამოვიყვანთ სოფლამდე გზას. რავი, ჯერ არ მოსულან და დაველოდებით ასე ამ ზაფხულში არჩევნებამდე რა, ახლა ისა გამგეობის არჩევნები არის, გამგებლის არჩევნებია, არჩევის დროა და რავი, ალბათ მანამდე შეიძლება დაიწყონ და შუა პროცესში ექნებიან მე არჩევნები ჩაატარო. ეგეთი რაღაც გააკეთო შეიძლება, რავი. მოვლენ რაღაცა დაპირებით და მე არის მომენტი, რომ შეიძლება გადათქონ და სულ არ გააკეთონ ის. დაპირებით რა. საბუთს რო ვითხოვთ, არანაირი საბუთი არ მოაქვს, რომ რაღაცა ხელი მოვაწეროთ და ის გააკეთონ მე მაინც და მაინც რაც დაგვირდნენ რაღაცა სიტყვით რა. მეტი არაფერი. უკვე ისი არიან რომ და ისეთ რაღაცებს თან არჩევნების წინა პერიოდში ისეთ რაღაცებს ამოქექვაიციან ხოლმე სხვა პარტიებზე, რომ ხალხიც ყველაზე მარტივი სამართავი ხალხია ფსიქოლოგიურად, ყველაზე მარტივი. ცხოველს ვერ მართავ ისე როგორც ადამიანს. პირველი ასიმეტრი რაც დააგეს, აქაც ფუჭდება და მკვდარია უკვე. სანამ ბოლომდე გამოვლენ ის ხელთავიდან გასაკეთებელი იქნება. ზამთარში იყო ამოსული ხაშურის მერი. ისიც კი აი ახლა რამ დაასმევინე კითხვა საერთოდ აქ ვიყავ ჩეკრებილები ლაპარაკობდი. აქ ჯერით გაუკვირდა აქ როგორ ცხოვრობთ ზამთარში. მე რო სასტრაფოა მოდის ზამთარში რო დაგჭირდეთო. ზამთარში ძალიან დიდი თოვლი მოვა, სხვათა შორის მაგის პრობლემაც გვაქვს. თოვლი რომ მოვა, სოფელს არ ყავს ტრაქტორი, ეს სოფელი ხო, ზედა სოფელი ხო ხა და ქვემოთ ერთი წრომი, 3 სოფელია. 3 სოფელს ერთი ტრაქტორი ხო უნდა ყავდეს წმენდა. რომ მოთოს შეიძლება ერთი კვირის მერე ამოვიდეს ტრაქტორი რო გაწმინდოს რა. ძვირიჯდება გაზის ამოყვანა და მაღალმთიანი სოფელი როა ჩვენ ნახევარს ვიხდით ყველანაირ გადასახადს, დენისას ნახევარს ვიხდით. გაზზეც ეგრე მოგვიწევს ნახევრის გადახდა. ალბათ არ უღირთ რა ამოყვანა, იმიტომ რომ ძალიან ძვირიჯდება რო ამოიყვანა. ბაკურიანი ასე იყო, მეტი კი არ იყო თავიდან. სულ აი სუფიჭვები არის და დამხარე, სულ აი გადაყოლებაზე, სადაც ხეები ჩანს, იმ გადაყოლებას სულ აქეთ თუ იქით კრუგზეს. და დაიწყეს კოტეჯების ჩადგმა, სასტუმროების ჩადგმა და გახდა ბაკურიანი მე, თორე ესე იყო ისიც თავიდან. რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა სულ. ისეთ სოფლები. უბრალოდ არავინ არ აქცევს. აი ყველას ეზარება გზის გამო აქ ამოსვლა. უცხო არავინ არ დადის.